გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ დღეს დავიწყებთ CCNP-ს კურსს. ეს კურსი მოიცავს პირველ თავს, რა პირველ თავს ხა თვითონ CCNA-ის ოფიციალური სასერტიფიკატო წიგნი რაც არსებობს, იმ წიგნის პირველ თავს განვიხილავთ დღეს, რომელიც შეეხება ძირითადად იმ განვლილ მასალას, რაც CCNA-ზე ადამიანმა უნდა ისწავლოს, ვილანები, თვითონ ვილანის სტრუქტურა, ჰედერები და ცოტა იქ რაღაც ბრძანებებსაც შევეხებით თუ შიგნით რა ხდება და ასე შემდეგ. მერე გადავალთ უკვე forwarding state-ებზე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ, სხვადასხვა forwarding საშუალებებს. მანამდე მე დავიწყებ ახლა ვაკეთებთ ლაბებს და ბოლომდე, თავიდან ბოლომდე თლიანად მინდა რომ დავხუროთ ეს წიგნი. წინაპირობად მინდა გითხოვოთ რომ ვინც ამ კურსს გამოყვებით, კარგი იქნება თუ გიქნებათ ის წიგნი, რაც საჭირო არის თვითონ ოფიციალური სასერტიფიკატო წიგნი, რაც არის CCNP და CCIE ENCORE გამოსვლის ჩასაბარებლად. მაგ წიგნს თუ შეიძენთ, ჩემი აზრით აუცილებელი არის რომ წაიკითხოთ თითო თავი რამოდენიმეჯერ მაინც რომ სიღრმისეულად გაიგოთ. ეხლა მე ყველაფერს ვერ რა თქმა უნდა ვერ ვილაპარაკებ, ყველა მაგალითს ვერ განვიხილავ. ეს ძალიან ვრცელი თემაა და იმ წიგნში უფრო სიღრმისეულად ბევრი რაღაც მე თავისთავად გამორჩება. ან რაც გამორჩება, იმას წაიკითხავთ და ნახავთ რა. და მოკლედ გამოგადგებათ ეს წიგნი შეიძინეთ და რავი დავიწყოთ. მოკლედ დღეს დავიწყოთ, ეხლა ამ ტოპოლოგიას გამოვიყენებ დღეს სავარჯიშოდ სამი შრე layer რასაც იძახიან. ეს პირველი layer შრე არის access layer, ეგრეთ წოდებული, სადაც არის layer 2 switch-ები წარმოდგენილი. ეს არის უკვე core layer, body distribution layer, layer 3 switch-ები არის აქ წარმოდგენილი. ხოლო უკვე ეს არის ბოლო, ეს არის core layer. არაფერი ძალიან მარტივი ტოპოლოგია, ეხა ეს რეალურად არაფერი განსაკუთრებული, ვინც ეხა CCNP-ისთვის რავი, ან ემზადებით, ან გინდათ დაიწყოთ, ან CCNA ვისაც გავლილი გაქვთ, თქვენთვის ეს ხა ძალიან ცნობილი უნდა იყოს. მაინც რომ შევიხედოთ რა კონფიგურაციები მაქვს show run-ში რომ ნახოთ, ძალიან მარტივად რაღაც ESCP-ის კონფიგურაცია არის, რაღაც ინტერფეისები მაქვს, მცირედი რაღაც port channel-ი მაქვს დაკონფიგურებული. SVI მაქვს თუ არ ვწდები, კი ბატონო SVI მაქვს და არაფერი რა, OSPF-ი მაქვს მარშრუტიზაციის პროტოკოლად გამოყენებული, რომ უბრალოდ პინგი გამიტესტა რა. ხო, რაც შეეხება ვილანებს. დავიწყოთ, ეხლა ზოგადად გავიხსენოთ რა არის ვილანი. ეხლა ყურეთ, აქ ხედავთ რომ გამოყენებული მაქვს ვილან 10, ვილან 20 და ვილან 30, ხო? ეხლა ვილან 10-ში მე ჩასმული მაქვს ეს საბნეტი 1.0.24 მასკით, 2.0.24 მასკით მაქვს ვილან 20, 3.1.0 საბნეტი მაქვს უკვე სერვერებისთვის გამოყენებული და ასე შემდეგ მე ჰოსტები მაქვს თვითონ მიბმული მაქვს ვილანზე. ეს გასაგებია. ეხლა ნახოთ. მოდი, გავიაროთ რა არის ეს ვილანი და რაში გვჭირდება, ხო? ეხლა ჩვენ ვიცით რომ თვითონ ამ პატარა switch რო შევხედოთ, ეს სულ რომ არაფერი არ ქონდეს აქ, ეს ქსელი რომ არ არსებობდეს და ეს switch-ი რო იყოს მარტო, ამ hostთან default ვილანში, ვილან 1-ში, ან თუ ერთი და იგივე ვილანში არიან ეს ორი ჰოსტი ერთმანეთთან, ხო? კომუნიკაცია შეუძლია ჩვეულებრივად რა, იმიტომ რომ ესენი ერთ broadcast domain-ში არიან, ხო? ხოლო მე თუ შევქმნი ვირტუალურ broadcast domains, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ვილანს virtual local area networks, ხო? მე შემიძლია რომ ამ ორ ჰოსტს იზოლაცია გავუკეთო ერთმანეთისგან.
ანუ ესენი ერთმანეთს ვერ გაპინგავენ. ნუ ერთმანეთთან სტომა არ ექნებათ რა. მე შემიძლია ამით დავყო ქსელი და იმის მაგერად რომ კონდეს სხვადასხვა რაღაც როუტერები და რაღაცები გამოვიყენო. ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება არის VLAN-ი. ხოლო ეხლა თვითონ VLAN-ში, VLAN-ის header-ში რა ხდება, ეგ რო გავიხსენოთ. ერთი არის ეგრეთ წოდებული tag protocol identifier, ხო? ეგრეთ წოდებული TPID. ეს TPID არის 16 ბიტიანი ფილდი, ეგრეთ წოდებული, რომელიც არის 0x9100-ზე და ეს იდენტიფიკაციას უკეთებს პაკეტს, რომ ეს არის ARO2.1Q პაკეტი. შემდეგ არის, ეს წავშალოთ. შემდეგი არის priority code point. ეს არის 3 ბიტიანი ფილდი, რომელიც იდენტიფიკაციას უკეთებს class of service, რომელიც გამოიყენება QoS-ში. ეს ჯერ არა, ამას შემდეგ უკვე განვიხილავთ რა არის და როგორ არის. შემდეგი რა არის? Drop eligible indicator. DE. ეს არის 1 ბიტი თვითონ header-ში, რომელიც იდენტიფიკაციას უკეთებს, პაკეტი დადროპდეს თუ არა. ანუ bandwidth გამტარიანობა არის თუ არა საკმარისი და ამ შემთხვევაში პაკეტის დროპი მოხდეს თუ არ მოხდეს. შემდეგი არის VLAN ID. ეს არის უკვე 12 ბიტიანი ფილდი, რომელიც პაკეტი, რომელ VLAN-ში არის, მაგის იდენტიფიკატორი არის ეს. თვითონ როგორ გამოიყურება ეს header-ი, რო წარმოვიდგინოთ. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ მარტივად. აქ არის პირველად destination MAC address-ი, შემდეგ მოდის source MAC address-ი, შემდეგ მოდის TPID, შემდეგ მოდის PCP, იგივე priority code point, შემდეგ მოდის DEI, იგივე drop eligible indicator, შემდეგ მოდის VLAN ID, ეხლა ეს კიდე გრძელდება ქვემოთ. შემდეგი არის source IP, destination IP და payload. ხო, ეს. ხა მოდი რამდენი VLAN-ი არსებობს, რამდენიერი VLAN-ი არსებობს, რა სახეობების VLAN-ები არსებობს, მაგაზე ვისაუბროთ. პირველი მოდი განვიხილოთ ესეთი VLAN-ი, ეს არის VLAN 0. ესეთი ტიპის VLAN. ეს VLAN-ი არის დარეზერვებული ARO2.1P აი ამ ტრაფიკისთვის, რომელიც არის layer 2 QoS marking-ი, მონიშნა რა, ეგრეთ წოდებული და ამ VLAN-ის მოდიფიკაცია და წაშლა არის შეუძლებელი. ამას ვერ წავშლით, მოდიფიკაციას ვერ გავუკეთებ. შემდეგი არის უკვე VLAN 2-დან VLAN 1001-მდე. ეს არის უკვე ნორმალური VLAN-ის range რა, ეგრეთ წოდებული, რომელიც შეიძლება რომ დაემატოს, შეიძლება რომ წაიშალოს, შეიძლება რომ მოდიფიკაცია გავუკეთოთ და წავშალოთ და ასე შემდეგ. რა ჩვეულებრივი VLAN-ის range არის ეს. შემდეგი VLAN-ის ტიპი ეს არის VLAN-ები 1002-დან 1005-მდე. ეს VLAN-ებიც არის დარეზერვებული და ამათი წაშლაც შეუძლებელია. კიდე არის VLAN-ები 1006, აი ხა მოდის 1006-დან 4094-ის ჩათვლით. ამათ ეწოდება extended VLAN range, იმის შემდეგ კიდე რაც აი ჩვეულებრივი VLAN ანალოგიურად ამათი შექმნა, წაშლა, მოდიფიკაცია არის ჩვეულებრივად შესაძლებელი. კი ბატონო, ეხლა ჩვენ როგორ უნდა ვნახოთ ჩვენ სისტემაში VLAN-ები. ყველაზე მარტივი show VLAN. აი გვაქვს ხა ჩვენ აგერ VLAN-ები. ეხლა რა ხდება? აი უყურეთ, ეს არის default VLAN-ი, VLAN 1. აი აქ ჩამონათვალი ჩვენ გვიჩვენებს VLAN-ებს. ამ შემთხვევაში მე მაქვს სისტემაში VLAN 1, რომელიც არის default-ი, VLAN 10, რომელიც მე შევქმნი, არის data VLAN, VLAN 20, რომელიც არის voice VLAN, 30, რომელიც არის სერვერებისთვის არის VLAN-ი. უყურეთ, აგერ 1002 1003, 4, 5 ესენი არის უკვე სისტემური VLAN-ები, რომელიც არსებობს ამ switch-ში და ამათი წაშლა ფიზიკურად შეუძლებელია. ეხლა რა ხდება? ეხლა აქ გვიჩვენებს სტატუს, აი სახელები აქვს სწორედ ჯერ სახელები, VLAN-ის სახელები. ეს არის სტატუსი ამ VLAN-ის, ანუ არის აქტიური, გამართულია თუ რა მდგომარეობაშია ეს VLAN გამოყენების თვალსაზრისით. ეს არის პორტები, ამ შემთხვევაში ამ switch-ზე VLAN-ები არ არის გაწერილი კონკრეტულად, მაგრამ ამაზე არის. მოდი ამაზე განახებთ მაგალითს. იმიტომ რომ იქ ესვია გამოყენებული. შევინაც. კი ბატონო. აი აქ. ეხლა უყურეთ F01 ინტერფეისი
აი ეს ინტერფეისი არის VLAN 10-ში 02 არის VLAN 20-ში ну 30 არ მაქვს ხესემილი საერთოდ წავშალო ამ შემთხვევაში საერთოდ 30 VLAN-ს არ ვიყენებ მე ეს სერვერებისთვის მაქვს სერვერი აქ საერთოდ არ მაქვს აი აქ მაქვს მაგალითად ხო როგორ უნდა დავაკონფიგურიროთ ახლა რაღაც VLAN-ი რო გვინდა რომ ინტერფეისი რო გვინდა რომ ჩავსვათ VLAN-ში conf-t ვაკეთებთ სხვას და ვლეთ ინტერფეისი f0 1 ამ შემთხვევაში switch port mode გვინდა access-ი ამ შემთხვევაში switch port access VLAN ну 10 მაქვს და არ შევცვლი VLAN 10 იყოს იგივე და მორჩა ეს ინტერფეისი უკვე იმ კონკრეტულ VLAN-ში არის რომელიც მე მინდოდა ეხლა მოდი გავიაროთ ესეთი ბრძანება საერთოდ host-ის switch-თან მიერთებული უნდა იყოს ლინკით რომელი ლინკიც არის access პორტი ანუ access ლინკი არის access ლინკი აუცილებელი არის ამ შემთხვევაში მაგრამ switch-თან და მით უმეტეს router-თან ან layer 3 switch-თან რო არის მიერთებული ეს ლინკი უნდა იყოს trunk პორტი ეს ხო გვახსოვს trunk პორტი იმიტომ რომ თვითონ VLAN-ის თაგირება მოხდეს და მე ამ switch-მა გაიგოს თუ რომელ VLAN-ში მიდის ის პაკეტი და არ დააგდოს პაკეტი რა ან კიდევ პირიქით არ გაუშვას არასასურველი მიმართულებით რადგან ერთი მაგალითი არის თუ სიტყვაზე ეს host-ი არის VLAN 10-ში ხო მაგრამ default VLAN-ი აქ არის VLAN 1 სიტყვაზე მაგრამ პაკეტი მოდის აქ ამ სერვერთან რომლის default VLAN-ი არის VLAN 10 თვითონ არ არის აუცილებელი რომ იყოს VLAN 10-ში მაშინ ამას პაკეტი აუცილებლად მოუვა ამიტომ აუცილებელი არის რომ ყველა switch-ი რომელიც არის Excel-ში ჩაბმული იყოს ერთი და იგივე default VLAN-ში მოქცეული ან კონფიგურაცია იყოს თითოეულ switch-ზე ისე რომ ყველა switch-ის default VLAN-ი იყოს ხო რა native VLAN ასეც ქვია იყოს ერთი და იგივე და სავალდებულოს კი არ სასურველი არის თუ native VLAN საერთოდ შევცვლით და არ იქნება ამის native VLAN-ი მაგალითად 1 არამედ იქნება რავი სულ სხვა 100 მაგრამ show interface trunk ხო უყურეთ ახლა რა ხდება ეს არის trunk პორტები ანუ პორტი F3 და F4 მე მაქვს trunk-ი აი trunking არის სტატუსი ხოლო დაშვებული VLAN-ები რომელიც ამ trunk პორტში იმოძრავებენ მე მაქვს დაკონფიგურირებული ანუ VLAN 1 VLAN 10 20 და 30 ამის კონფიგურაცია როგორ ხდება ახლა უცებ გავიაროთ მარტივად interface-ის ქვეშ უნდა ვიყო interface F0 3 switch port mode trunk და ეს mode-ს ხომ ვიცი მოდი range-ს გავაკეთებ რომ interface range F0 3 4 range გავაკეთებ რომ რამე არავრი ხა იქ მარტივად switch port mode trunk switch port trunk allowed VLAN და რები მინდა ხა 1 10 20 30 მორჩა აი ესე ხდება ძალიან მარტივად და დავასრულოთ ხა ეს end არსებობს private VLAN-იც მაგალითად 100
მერე აქ არის ეს ორ ნაწილად იყოფა. Secondary ვილანი, რომელიც შეგვიძლია აი ესე გავყოთ 101, რომელიც ვილან 101, რომელიც იქნება იზოლირებული და 102, რომელიც არის სიტუაციაზე community. ხო? ეხლა აქ რა ხდება? იზოლირებული რომელიც არის იზოლირებული ვილანი მას მხოლოდ შეუძლია კომუნიკაცია default gateway-სთან. ხოლო აი ამ community ვილანი რომელიც არის, ან community ვილანს თავის community-ში შეუძლია სხვებთან კომუნიკაცია და ასევე default gateway-სთან. ვილანი არის საკმაოდ მსელი თემა და მაგას მე გავვილით. ხო, 1-2 სიტყვით შევეხოთ MAC address tables show arp. ეს არის MAC address table, მეგობრებო, მაგი და ასე თქვა table, რომელიც თავის რაღაც ინტერფეისებს დააკავშირებს MAC address-ებს, ამის მეშვეობით უჩვევი ერთმანეთთან კომუნიკაციას ახორციელებენ. გავიაროთ forwarding architecture, ანუ არქიტექტურა გადამისამართების როგორ ხდება მარშრუტიზაცია, რა მეთოდები გვაქვს, ძველი, ახალი და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ მარშრუტიზაციას გავვლით, მოდი გავიაროთ ეგრეთ წოდებული plane-ები არის პირველი control plane და data plane. ახლა control plane. მოდი ვნახოთ ეს control plane რა არის. Control plane არაფერია თუ არა ტვინი გონება ქსელური მოწყობილობის, რომელიც ყველა აი ამ routing პროტოკოლები რაც არის, ARP პროტოკოლი მაგალითად SSH-ი, მათი მენეჯმენტი, OSPF-ი, ERGRP, BGP, spanning tree და ეს ყველაფერი ის წვიტავს რა გზა უნდა აირჩიოს პაკეტმა. ეს არის show IP route. მოდი ვნახოთ. აი ეს არის control plane. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს OSPF-ი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი ამ ქსელში თუ მინდა რომ მიხვიდე, აი ეს არის საუკეთესო მარშრუტი. ეს არის გონება, რომელიც წვიტავს ქსელური მოწყობილობის მიმართულებას, გზას გაძლევს რა ქსელში. ეხლა მოდი ვნახოთ რა არის data plane. ეს არის პასუხისმგებელი თვითონ პაკეტების გადამისამართებაზე, გაგზავნაზე, რაც შეიძლება სწრაფად. ის იყენებს აი ესეთი მას, ეს ხო ვიცით არა, ASIC, აი ამ chips იყენებს, ასევე იყენებს TCAM, ასევე CAM, რომელიც არის tables, ეგრეთ წოდებული, აი მაგალითად CAM table არის, აი ეს ნახე, show IP, show arp სიტუაცია. აი ეს არის CAM table. Content addressable memory. მეხსიერების ბარათი არის ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩაშენებული არის ACIC chip-ში. ACIC არის თუ არის ისეთ მეგობრებო გეტყვით რომ ეს არის ერთგვარი CPU-სნაირი მოწყობილობა, რომელიც არის კონკრეტულად შექმნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მარშრუტიზაცია, აი routing-ისთვის არის შექმნილი კონკრეტულად. აქ არის ჩაშენებული, მოდი ასე ვთქვათ, TCAM და CAM მეხსიერებები, რომელიც ეს არის უშუალოდ მეხსიერება, რომელიც აი ამ MAC address-ებს და ინტერფეისებს ერთმანეთთან აკავშირებს. TCAM და მაგას მოკლედ შემდეგ განვიხილავთ უფრო ცოტა ხანში რა არის ზუსტად TCAM და რა არის CAM. მაგრამ ეხლა მარტივად რომ ავხსნათ, data plane იყენებს აი ამ მოწყობილობებს, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს მარშრუტიზაცია. Console plane მარტივად რო ვთქვათ, აშენებს ინფორმაციას, ანუ ამ routing tables ყველაფერს ამას შექმნის და data plane შემდეგ ამას იყენებს იმისთვის, რომ სწრაფი მარშრუტიზაცია განხორციელდეს. მოდი ახლა გავიაროთ
აი forwarding მეთოდები, გადამისამართების მეთოდები დავიწყოთ process switching. რაც აი ძალიან ძველი მექანიზმი არის, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მოდი უბრალოდ გადავუაროთ process switching. Process switching. ხო, ახლა ძველად ადრე რაუტერები იყენებდნენ აი ამ მეთოდს process switching. ნუ ყველა პაკეტი რაც შემოდიოდა წარმოიდგინეთ CPU ამუშავებდა ყველა პაკეტს რა. და პაკეტის flow დინამიკა მიმდინარეობდა ესე. თავიდან იყო შემოვიდა ეს პაკეტი, შემოვიდა პაკეტი. მოხდებოდა CPU lookup-ი, შემდეგ მოხდებოდა routing table lookup-ი, შემდეგ მოხდებოდა უკვე ARP lookup-ი, გადაიწერებოდა პაკეტის header-ები და უკვე მე შემდეგ მოხდებოდა forwarding-ი. ხო, ეხლა ამის პრობლემა რა არის? ნუ წარმოიდგინეთ, ეხლა ეს CPU-ს ძალიან დიდი დატვირთვა ადგებოდა. ამის გამო Cisco-მ შექმნა ესეთი ტექნოლოგია, რომლის სახელწოდება არის CEF. Cisco Express Routing, Forwarding, ბოდიში. იმის მაგივრად რომ აი ეს კალკულაცია, გადამისამართების მარშრუტების კალკულაცია, გადაწყვეტილება და რაღაცები მოხდეს, აი თითოეული პაკეტის შემოსვლის შემთხვევაში Cisco წინასწარ აშენებს დაფას, სადაც რა ინფორმაცია არის ხა ჩაწერილი. პირველი, ეს ინფორმაცია არის FIB. მეორე, adjacency table. ეს გავაკეთოთ. აი ეს ორი ინფორმაცია არის გაერთიანებული ამ ერთ დაფაზე, რომელიც ახლა Cisco-მ წინასწარ ჩააშენა რაუტერში. ანუ ეს არის ლოგიკა, რომელიც ეგრევე როგორც კი უყურეთ რა მოხდება? როგორც კი ჩვენ routing tables შევქმნით, ხო შეიქმნა routing table, აი ეს შეიქმნა. აქედან ახლა უყურეთ forwarding information base. ეს forwarding information base აიღებს საუკეთესო ამ მარშრუტებს და წაიღებს ამ დაფაზე და ჩაწერს. ხოლო ARP მაგიდიდან adjacency table აიღებს საუკეთესო მარშრუტებს და გადაიტანს. უკვე CEF-ს აქვს ორი ასე ვთქვათ მაგიდა სავსე. პირველი ეს არის routing table-ი, რომელიც ნუ layer 3 forwarding-ისთვის ჭირდება, რაც აუცილებელია და მეორე adjacency table, რომელიც ჭირდება ARP lookup-ისთვის, ხო? ანუ routerმა ინფორმაციები გაუგზავნოს და ანუ ერთმანეთში რომ მოხდეს ინფორმაციის პაკეტების გაცვლა, ეს ჭირდება და ეს უკვე გამზადებული აქვს. ეს CEF-ი არსებობს ორნაირი. ერთი არის software CEF, მეორე არის hardware CEF. Software CEF ეს არის გადამისამართება ამ შემთხვევაში, ანუ software-ის შემთხვევაში, ეს software version როცა და არ არის თვითონ ASIC chip-ი წარმოდგენილი და იქ ჩაშენებული, მაინც ხდება CPU-ს დახმარებით. ნუ ეს ერთად არის ძველ რაუტერებში და უფრო აი ვირტუალურ დევაისებში რა. ხოლო hardware CEF-ის შემთხვევაში forwarding-ი ხდება უკვე აი ASIC hardware-ი აწარმოებს თვითონ TCAM-ის და CAM მეხსიერების გამოყენებით, იმ მეხსიერების ბარათების გამოყენებით. მათში არის ეს ინფორმაცია ჩაწერილი ACIC-ის შემთხვევაში, hardware based forwarding-ის შემთხვევაში და აი ამ მეხსიერებებს იყენებს ჩვენი device. ეხლა რა არის თვითონ ACIC, ბანა ეს ვთქვათ ერთი სიტყვით. ACIC ეს არის hardware-ი არის application specific integrated circuit. ეს არის სპეციალიზირებული ACIC, სპეციალიზირებული ჩიპი, როგორც თქვით, რომელიც შექმნილია სპეციალურად პაკეტების გადამისამართებისთვის, რომელიც არის აი ძალიან სწრაფი, წარმოუდგენლად სწრაფი არის და ძალიან სწრაფად ახორციელებს routing lookup-ებს, access list-ებს ამუშავებს ძალიან კარგად QoS კლასიფიკაცია
VLAN processing ასევე პაკეტების გადაფორვარდება თავისთავად, აქ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. CAM memory, ეს CAM memory არის content addressable memory, მეგობრებო, რომელიც არის უშუალოდ შექმნილი layer 2 MAC ადრესების switching-ისთვის TCAM memory. არის ternary content addressable memory, რომელიც არის ამ CAM-ის გაუმჯობესებული ვერსია, რადგან თვითონ CAM tables აქვს ესეთი 0 და 1. მხოლოდ ამ binary-ზე მუშაობს და მას არ შეუძლია სიტყვაზე wildcard mask-ზე იმუშაოს, ეს ფუნქცია მას არ გააჩნია, ხოლო TCAM-ს აქვს ამის ფუნქცია wildcard-ზე შეუძლია ჩვეულებრივად იმუშაოს. ხოდა როგორ ახერხებს ამას? ამას 0 და 1 მესამე დამატებული აქვს x, რომელიც არის ეს don't care ქვია. ანუ მას არ აინტერესებს სიტყვაზე რაღაც access list-ი რო დაიწერა და სიტყვაზე 10 სიტყვაზე 1 0 0 და ჩვენ გვინდა რომ ეს აქ აღარ გვაინტერესებს უკვე IP ადრესი რა იქნება ნებისმიერი და დავწერეთ 0 0 255 სიტყვაზე, ხო? აქ ეს x-ი ანუ ამას შეაფასებს, ნუ აქ მნიშვნელობა არ აქვს რა წერია, ან permit გავუკეთე, ან deny. იმის გამო, რომ არსებობს TCAM-ში შეზღუდვა, ანუ თვითონ მოცულობა შეზღუდულია რა ინფორმაციას დაიტევს, რაღაც მეხსიერება გააჩნდება და რაღაც ამ მეხსიერების იქით უკვე მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია, რომ გაივსო რა მეხსიერების ბარათი. ამ შემთხვევაში რა ხდება ახლა? templates არსებობს SDM templates ქვია და ეს SDM template რა არის? ეს არის ზუსტად იგივე რაც არის როგორც წარმოვიდგინოთ ისე switch-ის management-ის database-ი რა. განსაზღვრავს პრიორიტეტი, მეხსიერების პრიორიტეტი რას ენიჭება? ანუ მეხსიერების პრიორიტეტი ენიჭება routing tables, access list-ების ინფორმაციას, QoS, VLAN-ს თუ რას ენიჭება რა, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ რომ მიენიჭოს პრიორიტეტი, იმას მიენიჭება პრიორიტეტი. მოდი რომ ნახოთ ახლა რა სიტყვაზე რაზე არის საუბარი, ეს SDM templates რომ ნახოთ, show SDM prefer. ნუ ნახეთ, ეს არის პრიორიტეტების ცხრილი ასეთ. Number of unicast MAC addresses, ანუ 6000 unicast MAC address-ის ჩაწერა შეუძლია ამ შემთხვევაში multicast routers 1K, IP version მეოთხე ვერსიის IP unicast routers 8K, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, IP policy based routing ახეთ ეს მაგალითად საერთოდ არის 0-ზე დაყვანილი. IP version from MAC QoS 0.5K. მაგრამ ჩვენ ამის შეცვლა შეგვიძლია SDM prefer ნახეთ, შეგვიძლია გავაკეთოთ access, შეგვიძლია გავაკეთოთ default, შეგვიძლია routing priority მივანიჭოთ, ანუ routings რომ მივცემთ, მეტი მეხსიერება მიეცემა routings. ნახეთ, change to the running SDM prefer have been stored, but cannot take effect until the next reload. ხო და გადავარესტარტ. ეხლა ეს გადავარესტა რაღაცები, ნუ თავის დროს აიღებს, ამიტომ მე ამას არ გადავარესტარტებ. ზოგადად თქვათ რაც არის. ხო, ეს არის მეგობრებო,